ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, ამბობს ვარლამ ჯანჯღავას პირადი მცველი, ხელები დღესაც უცახცახებს 90 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი ჯანჯღავას ფარული ორგანიზაციიდან პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით 1921 წლის შესახებ. როდესაც წითელი არმია შემოვიდა თბილისში 1921 წლის თებერვალში, ვარლამ ჯანჯღავამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. მან არ გაიქცა, არ დანებდა, არ მიიღო ახალი ხელისუფლება. მან შექმნა ფარული ქსელი, რომელიც 3 წლის განმავლობაში აწუხებდა საბჭოთა რეჟიმს. რატომ არჩია ამ ადამიანმა ბრძოლა სიკვდილამდე? რა იცოდა ის, რაც სხვებმა არ იცოდნენ? 1921 წლის თებერვლის 25. საღამოს 6 საათი. წითელი არმია შედის თბილისში. ვარლამ ჯანჯღავა იმ დროს იმყოფება თავის სახლში რუსთაველის გამზირზე. მისი ცოლი ანა ფანჯრიდან უყურებს, როგორ მიდიან საბჭოთა ჯარისკაცები ქუჩაში. ვარლამ იჯდება მაგიდასთან და წერს წერილს. არა ოჯახისთვის, არა მეგობრებისთვის. ის წერს სიას, ადამიანების სიას, რომლებსაც ენდობა. 30 სახელი. 30 ადამიანი, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ. ეს სია შეინახა ჯანჯღავას ოჯახის არქივში და მხოლოდ 1990 წელს გახდა ცნობილი. რატომ დაწერა ჯანჯღავამ ეს სია პირველივე საღამოს? რა გეგმა ჰქონდა მას უკვე მაშინ? პირველი შეხვედრა ხდება 1921 წლის მარტის 2. არა თბილისში, არა საჯარო ადგილას. ჯანჯღავა იკრიბება თავის ადამიანებთან მცხეთაში, ძველ სახლში, რომელიც ეკუთვნის მის ნათესავს. 90 წლის შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ჭანტურია, გვიყვება, ვარლამი შემოვიდა ოთახში და პირველი, რაც თქვა, იყო, ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ის არ ამბობდა დიდ სიტყვებს, არ აღელვებდა ხალხს. მან უბრალოდ ჩამოთვალა ფაქტები, რუსეთმა ოკუპირება მოახდინა საქართველოს და მოუკიდებელი რესპუბლიკა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ფარულად. ჭანტურია იხსენებს, რომ ჯანჯღავას ჰქონდა რუკა, სადაც მონიშნული იყო ადგილები მთელ საქართველოში. რა იყო ეს ადგილები? რატომ სწორედ ისინი? ჯანჯღავას გეგმა იყო მარტივი და საშიში ერთდროულად. ის აპირებდა შექმნას ფარული ქსელი მთელ საქართველოში, ადამიანები, რომლებიც შეაგროვებდნენ ინფორმაციას საბჭოთა ხელისუფლების შესახებ და ეხმარებოდნენ დევნილებს, მოამზადებდნენ აჯანყებას. მაგრამ არა ახლავე. ჯანჯღავა იცოდა, რომ წითელი არმია ძლიერი იყო, რომ პირდაპირ შეტაკება იქნებოდა თვითმკვლელობა. მას სჭირდებოდა დრო, ორგანიზაცია, იარაღი. ყოფილი ჩეკისტის ალექსანდრე ორბელიანის მიხედვით, ჯანჯღავამ თქვა, ჩვენ უნდა ვიყოთ როგორც ჩრდილი, ყველა გვხედავს. მაგრამ ვერავინ გვიჭერს. ეს იყო მისი ფილოსოფია მომდევნო 3 წლის განმავლობაში. როგორ აპირებდა ის ამის განხორციელებას? პირველი ამოცანა იყო ადამიანების დაყოფა უჯრედებად. ჯანჯღავამ შექმნა სისტემა, სადაც თითოეული ჯგუფი შედგებოდა 5 ადამიანისგან. ეს 5 იცნობდნენ მხოლოდ ერთმანეთს და ერთ კავშირგაბმულ ადამიანს ზემოთ. თუ ერთი ჯგუფი დააპატიმრებდნენ, ისინი ვერ გააფუჭებდნენ მთელ ორგანიზაციას. ეს იყო კონსპირაციის ოქროს წესი. გიორგი ჭანტურია იხსენებს, ჩვენ არ ვიცოდით, რამდენი ჯგუფი არსებობდა. ვიცოდით მხოლოდ ჩვენი 5 და 1 ადამიანი, რომელიც გვაძლევდა დავალებებს. ვარლამს პირადად ხვდებოდი მხოლოდ დიდ შეხვედრებზე, წელიწადში 2 ჯერ. რამდენი ასეთი ჯგუფი შექმნა ჯანჯღავამ? ჩეკას დოკუმენტები ამბობენ ერთს, მისი თანამებრძოლები სულ სხვას. ვის უნდა დავუჯეროთ? 1921 წლის აპრილში იწყება პირველი ოპერაციები. არა დიდი, არა ხმაურიანი. ჯანჯღავას ადამიანები იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას. ვინ არიან ახალი საბჭოთა ხელმძღვანელები? სად არიან მათი ოფისები? როდის მოძრაობენ ქუჩაში? რა გეგმები აქვთ საქართველოსთვის? ყოველი დეტალი ფიქსირდება, ინახება, გადაეცემა ზემოთ. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენი დავალება იყო უბრალოდ დაუკვირვება. ვიჯექით კაფეებში, ვსეირნობდით ქუჩებში, უსმენდით საუბრებს. ყველაფერს ვწერდით და ვაძლევდით ჩვენს კავშირგაბმულს. მაგრამ რატომ? რისთვის სჭირდებოდა ჯანჯღავას ეს ინფორმაცია? რას აპირებდა ის? მაისში ხდება პირველი დიდი შეხვედრა.
ჯანჯღავა იკრიბება თავის ყველა კავშირგაბმულთან, ადამიანებთან, რომლებიც აკონტროლებენ ცალკეულ ჯგუფებს. ეს შეხვედრა ხდება არა თბილისში, არა მცხეთაში. ისინი მიდიან გორში, ძველ ქართულ სახლში, რომელიც ეკუთვნის ჯანჯღავას ძმას. ღამის 2 საათზე, როდესაც ქალაქი სწინავს. 12 ადამიანი იკრიბება ერთ ოთახში. გიორგი ჯანტურია იხსენებს, ვარლამი გამოიღო რუკა და დაიწყო საუბარი. მან გითხრა, რომ ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად შემდეგი ეტაპისთვის. რა იყო ეს შემდეგი ეტაპი? რას გეგმავდა ჯანჯღავა? შემდეგი ეტაპი იყო იარაღის შეგროვება. ჯანჯღავა მიცოდა, რომ ინფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი. თუ ისინი აპირებდნენ აჯანყებას, მათ სჭირდებოდათ იარაღი. მაგრამ საიდან? წითელი არმია აკონტროლებდა ყველა საწყობს, ყველა იარაღს. ჯანჯღავას გადაწყვეტილება იყო გენიალური და საშიში. მან დაიწყო იარაღის ყიდვა თავად საბჭოთა ჯარისკაცებისგან. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამმა გითხრა, რუსი ჯარისკაცები ღარიბები არიან, ისინი არ იღებენ ხელფასს თვეების განმავლობაში. შესთავაზეთ მათ ფული და ისინი გაყიდიან ყველაფერს. და ეს მუშაობდა. ივნისში პირველი თოფები გამოჩნდა ჯანჯღავას ორგანიზაციაში. არა ბევრი, 10-15. მაგრამ ეს იყო დასაწყისი. სად ინახავდა ჯანჯღავა ამ იარაღს? როგორ ახერხებდა მათ გადაადგილებას ქალაქიდან ქალაქში? ივლისში ხდება პირველი დაპატიმრება. არა ჯანჯღავას ადამიანი, არა მისი ორგანიზაციიდან. მაგრამ ეს არის გაფრთხილება. ჩეკა იწყებს მუშაობას საქართველოში. ისინი ეძებენ კონტრრევოლუციონერებს, მტრებს, შპიონებს. ჯანჯღავა იცის, რომ დრო იწურება. მან უნდა იმოქმედოს სწრაფად, მაგრამ ფრთხილად. გიორგი ჯანტურია იხსენებს, ვარლამმა შეიძახა ყველა კავშირგაბმული და თქვა, ახლა ჩვენ უნდა გავქრეთ. არა სამუდამოდ, მხოლოდ ერთი თვით. არავითარი შეხვედრები, არავითარი ოპერაციები. ჩვენ უნდა ვიყოთ უხილავები. ეს იყო ჭკვიანი გადაწყვეტილება. ჩეკა ეძებდა აქტიურ ჯგუფებს. მაგრამ ვერ პოულობდა. ჯანჯღავას ორგანიზაცია გაქრა როგორც კვამლი. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო მათ ამის გაკეთება? აგვისტოში ჯანჯღავა იღებს საშიშ გადაწყვეტილებას. ის გადაწყვეტს დატოვოს თბილისი და გადავიდეს ქუთაისში. არა სამუდამოდ, მხოლოდ 2 თვით. მას სჭირდება ახალი ბაზა, ახალი ადამიანები, ახალი შესაძლებლობები. მისი ცოლი, ანა, რჩება თბილისში. ეს არის ნაწილი გეგმისა, თუ ჯანჯღავას ოჯახი თბილისშია, ჩეკა არ იფიქრებს, რომ ის გაიქცა. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამი წავიდა ქუთაისში როგორც ბიზნესმენი. მას ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც ამბობდა, რომ ის არის ვაჭარი, რომელიც ყიდულობს და ყიდის ქსოვილებს. ეს იყო სრულყოფილი საფარი. ქუთაისში ჯანჯღავა ხვდება ახალ ადამიანებს, ქმნის ახალ ჯგუფებს, აგროვებს ახალ ინფორმაციას. მაგრამ რატომ სწორედ ქუთაისი? რა იყო ამ ქალაქში, რაც არ იყო თბილისში? სექტემბერში ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. ჯანჯღავა იღებს ინფორმაციას, რომ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავს დიდ რეპრესიებს საქართველოში. ისინი აპირებენ დააპატიმრონ ყველა ყოფილი მენშევიკი, ყველა ყოფილი ოფიცერი, ყველა ვინც შეიძლება იყოს საფრთხე. გიორგი ჯანტურია იხსენებს, როდესაც ვარლამმა გაიგო ეს, მან დაუყოვნებლივ გამოგზავნა შეტყობინებები ყველა ქალაქში. მან უთხრა თავის ადამიანებს გააფრთხილეთ ყველა, ვინც საფრთხეშია. დაეხმარეთ მათ დამალვაში. ეს იყო რისკიანი გადაწყვეტილება. თუ ჩეკა გაიგებდა, რომ ვინმე აფრთხილებს ადამიანებს, ისინი იწყებდნენ ძიებას. მაგრამ ჯანჯღავას არ ჰქონდა არჩევანი. მან არ შეეძლო ყურება, როგორ აპატიმრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს. რამდენი ადამიანი გადაარჩინა ჯანჯღავამ ამ გაფრთხილებით? ჩეკას დოკუმენტები ამბობენ ერთს, მისი თანამებრძოლები სულ სხვას. ოქტომბერში ჯანჯღავა ბრუნდება თბილისში. მაგრამ არა თავის სახლში. ის ცხოვრობს მეგობრებთან, ნათესავებთან. ყოველ ღამეს სხვა ადგილას. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამი გახდა მოჩვენება. ის იყო ყველგან და არსად. ხანდახან ხვდებოდი მას ქუჩაში, მაგრამ ის არ ჩერდებოდა, მხოლოდ თვალებით მიმანიშნებდა, მოგვიანებით. ეს იყო ცხოვრება მუდმივ შიშში, მუდმივ ფხიზლობაში. მაგრამ ჯანჯღავა არ ჩერდებოდა.
მას ჰქონდა მისია, ჰქონდა გეგმა. ნოემბერში ის იკრიბება თავის უახლოეს ადამიანებთან და აცხადებს, ჩვენ მზად ვართ შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური ოპერაციები. რა იყო ეს აქტიური ოპერაციები? რას გულისხმობდა ჯანჯღავა? დეკემბერში ხდება პირველი დიდი ოპერაცია. ჯანჯღავას ადამიანები თავს ესხმიან საბჭოთა საწყობს გორის მახლობლად. ისინი იპარავენ იარაღს 30 თოფს, 5000 ვაზნას, ხელყუმბარებს. ეს არის უზარმაზარი წარმატება. გიორგი ჭანტურია იხსენებს, ჩვენ შევედით საწყობში ღამის 3 საათზე. მცველების წინავდად ჩვენ მივეცით მათ ფული წინასწარ. ჩვენ ავიღეთ ყველაფერი. რაც შეგვეძლო და გავქეკით. მთელი ოპერაცია გაგრძელდა 15 წუთი. მაგრამ სად წაიღეს ისინი ამ იარაღს? როგორ დამალეს ის? ჩეკა იწყებს გამოძიებას, მაგრამ ვერაფერს პოულობს. ჯანჯღავას ორგანიზაცია კვლავ უხილავია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? 1922 წლის იანვარში ჩეკა იღებს პირველ ნამდვილ ინფორმაციას. არა ჯანჯღავას შესახებ, არა მისი ორგანიზაციის შესახებ. მაგრამ ისინი იციან, რომ რაღაც ხდება. რომ არსებობს ფარული ჯგუფი, რომელიც მუშაობს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი იწყებენ ძიებას. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩეკა ახლოვდება. დაპატიმრებები გახშირდა და კითხვები გახდა უფრო მკაცრი. ვარლამმა გვითხრა, ჩვენ უნდა ვიყოთ კიდევ უფრო ფრთხილები. მაგრამ როგორ შეიძლება იყო უფრო ფრთხილი, როდესაც ჩეკა ყველგან არის? როდესაც ისინი აკონტროლებენ ყველა ქუჩას, ყველა სახლს, ყველა ადამიანს. თებერვალში ხდება ტრაგედია. ჯანჯღავას ერთ-ერთი ჯგუფი დააპატიმრებენ თბილისში. 5 ადამიანი. ჩეკა იწყებს დაკითხვას. გიორგი ჭანტურია იხსენებს, ჩვენ ველოდით ყველაზე უარესს. თუ ეს 5 ადამიანი ილაპარაკებს, მთელი ორგანიზაცია ჩაიშლება. მაგრამ ისინი არ ილაპარაკეს. არც ერთმა. ისინი იტანჯებოდნენ, მაგრამ არ ილაპარაკეს. ეს იყო ერთგულება, რომელიც აღემატებოდა შიშს, აღემატებოდა ტკივილს. მაგრამ რატომ? რა აიძულებდა ამ ადამიანებს, რომ შეენარჩუნებინათ სიჩუმე წამების დროსაც კი? რა იცოდნენ ისინი, რაც ჩვენ არ ვიცით? მარტში ჯანჯღავა იღებს ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაში. მან უნდა დატოვოს თბილისი სამუდამოდ. ჩეკა ეძებს მას, ისინი იციან მისი სახელი, იციან მისი როლი. დარჩენა თბილისში ნიშნავს დაპატიმრებას და სიკვდილს. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამა შეიძახა ჩვენ და თქვა, მე მივდივარ მთებში. არა იმიტომ, რომ მე შინია, არამედ იმიტომ, რომ იქიდან შემიძლია უკეთ ვიბრძოლო. მან გვითხრა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას, რომ ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ. მაგრამ როგორ შეიძლება ხელმძღვანელო ორგანიზაცია მთებიდან? როგორ შეიძლება აკონტროლო ადამიანები, როდესაც შენ ხარ ასობით კილომეტრით მოშორებული? ჯანჯღავას ჰქონდა გეგმა, მაგრამ ეს იყო გეგმა, რომელიც მოითხოვდა სრულ ნდობას, სრულ ერთგულებას. მიიღებდნენ თუ არა მისი ადამიანები ამ გამოწვევას. აპრილში ჯანჯღავა ტოვებს თბილისს. ის მიდის არა მარტო. მასთან არიან 10 ადამიანი, მისი ყველაზე ახლობელი თანამებრძოლები. ისინი მიდიან ხევსურეთში, მთებში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ სუსტია. გიორგი ჭანტურია, რომელიც რჩება თბილისში, იხსენებს, როდესაც ვარლამი წავიდა, ჩვენ ვიგრძენით, რომ დავკარგეთ ჩვენი ლიდერი. მაგრამ მან დატოვა ინსტრუქციები, დატოვა გეგმები, დატოვა იმედი. მან გვითხრა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. მიუხედავად ყველაფრისა. ხევსურეთში ჯანჯღავა იწყებს ახალ ეტაპს. ის აღარ არის ფარული ორგანიზატორი ქალაქში. ის ხდება პარტიზანი მთებში. მაგრამ რას ნიშნავს ეს? როგორ შეიცვლება მისი ბრძოლა? მაისში ჯანჯღავა ქმნის პირველ პარტიზანულ რაზმს ხევსურეთში. 30 ადამიანი, შეიარაღებული თოფებით, რომლებიც მოიპარეს საბჭოთა საწყობებიდან. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც უერთდება ჯანჯღავას მთებში, იხსენებს, ვარლამი იყო სრულიად განსხვავებული მთებში. ის აღარ იყო ფრთხილი კონსპირატორი. ის იყო ლიდერი, რომელიც ამზადებდა თავის ადამიანებს რეალური ბრძოლისთვის. ჩვენ ვარჯიშობდით ყოველდღე, სროლა ტაქტიკა. გადარჩენა მთებში. მაგრამ რისთვის? რა იყო ჯანჯღავას საბოლოო მიზანი?
ის აპირებდა თუ არა რეალურ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ივნისში ხდება პირველი შეტაკება. ჯანჯღავას რაზმი თავს ესხმის საბჭოთა პატრულს ხევსურეთში. ეს არის მცირე ჯგუფი, 6 ჯარისკაცი. ბრძოლა გრძელდება 10 წუთს. საბჭოთა ჯარისკაცები უკან იხევენ. გიორგი ჩანტურია, რომელიც იღებს ამ ინფორმაციას თბილისში, იხსენებს, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, ჩვენ ვიგრძენით სიამაყე. ვარლამი არ იყო მხოლოდ ორგანიზატორი. ის იყო მეომარი. ის აჩვენებდა, რომ შეიძლება ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და გაიმარჯვო. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. ჩეკა იღებს ინფორმაციას ამ შეტაკების შესახებ და იწყებს ოპერაციას. ისინი აგზავნიან ასობით ჯარისკაცს ხევსურეთში. მათი მიზანია იპოვონ და მოკლან ჯანჯღავა. როგორ გადარჩება ის? ივლისში ჯანჯღავას რაზმი იძულებულია გადავიდეს უფრო ღრმად მთებში. საბჭოთა ჯარი ეძებს მათ ყველგან. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ ცხოვრობდით როგორც ველური ცხოველები. ვიძინებდით გამოქვაბულებში, ვჭამდით იმას, რასაც ვპოულობდით. ვარლამი არასოდეს არ რჩივოდა, არასოდეს არ აჩვენებდა სისუსტეს. ის იყო ჩვენი ძალა. მაგრამ რამდენ ხანს შეეძლო მათ ამის გაგრძელება? რამდენ ხანს შეეძლო მათ გაქცევა საბჭოთა ჯარისგან? აგვისტოში ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. ჯანჯღავა იღებს შეტყობინებას თბილისიდან. მისი ორგანიზაცია ქალაქში კვლავ მუშაობს, კვლავ იბრძვის. მაგრამ ისინი საჭიროებენ მის დახმარებას. ისინი საჭიროებენ ახალ გეგმას, ახალ მიმართულებას. ჯანჯღავა იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა დაბრუნდეს. არა თბილისში, არა საჯაროდ. მაგრამ ის უნდა იყოს უფრო ახლოს, უნდა აკონტროლოს ოპერაციები. რა იყო ეს ახალი გეგმა? რას აპირებდა ჯანჯღავა? სექტემბერში ჯანჯღავა ტოვებს ხევსურეთს და გადადის კახეთში. ეს არის უფრო ახლოს თბილისთან, მაგრამ კვლავ საკმარისად შორს რომ იყოს უსაფრთხოდ. გიორგი ჩანტურია იხსენებს, როდესაც ვიგეთ რომ ვარლამი კახეთშია, ჩვენ გავაგზავნეთ ადამიანი მასთან. ჩვენ გვჭირდებოდა ინსტრუქციები, გვჭირდებოდა გეგმა. ვარლამმა გვითხრა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ დიდი აჯანყებისთვის. არა ახლა, არა მომავალ წელს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. დიდი აჯანყება. ეს იყო ჯანჯღავას ოცნება, მისი საბოლოო მიზანი. მაგრამ როგორ შეეძლო მას ამის განხორციელება? როგორ შეეძლო მას აჯანყების ორგანიზება? როდესაც საბჭოთა ხელისუფლება აკონტროლებდა ყველაფერს. ოქტომბერში ჯანჯღავა იწყებს ახალ ეტაპს. ის იკრიბება თავის კავშირგაბმულებთან კახეთში და აცხადებს, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველა ფარული ჯგუფი საქართველოში. არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა, ვინც იბრძვის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო ამბიციური გეგმა. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამი იცოდა, რომ არსებობდნენ სხვა ჯგუფები, მენშევიკები, ეროვნული დემოკრატები, უბრალო ადამიანები, რომლებიც სცულდათ საბჭოთა ხელისუფლება. მან გადაწყვიტა დაეკავშირებინა ყველა ისინი, შეექმნა ერთიანი ფრონტი. მაგრამ როგორ შეეძლო მას დაეკავშირებინა ადამიანები, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს, არ ენდობოდნენ ერთმანეთს? ჯანჯღავას ჰქონდა გეგმა, მაგრამ ეს იყო გეგმა, რომელიც მოითხოვდა დროს, მოითხოვდა ფრთხილად მუშაობას. დრო, რომელიც მას არ ჰქონდა. ნოემბერში ჩეკა იღებს ახალ ინფორმაციას. ისინი იციან, რომ ჯანჯღავა კახეთშია. ისინი იციან, რომ ის გეგმავს რაღაცას დიდს. ისინი იწყებენ ოპერაციას კახეთში, ძიება სახლიდან სახლში, დაკითხვები და პატიმრებები. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩეკა ახლოვდება ვარლამთან. ჩვენ გავაგზავნეთ გაფრთხილება, მაგრამ არ ვიცოდით, მიაღწია თუ არა მას. ჯანჯღავა კვლავ იძულებულია გაიქცეს. ის ტოვებს კახეთს და გადადის იმერეთში. მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ის ამის გაგრძელებას? რამდენ ხანს შეძლებს ის გაქცევას ჩეკისგან? და რაც ყველაზე მთავარია, რას აკეთებს ის ამ დროს? როგორ აგრძელებს ის თავის ბრძოლას, როდესაც მთელი საბჭოთა აპარატი ეძებს მას? გაგრძელება დეკემბერში ჯანჯღავა ფარულად ბრუნდება თბილისის მახლობლად. არა ქალაქში, არა თავის სახლში. ის ცხოვრობს მცირე სოფელში, 10 კილომეტრით დაშორებული დედაქალაქიდან, ძველ ქართულ სახლში, რომელიც ეკუთვნის მის შორეულ ნათესავს. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც ხვდება მას იქ, იხსენებს, როდესაც შევედი ოთახში და ვნახე ვარლამი, შევშინდი.
ის იყო გამხდარი. დაღლილი, მაგრამ მისი თვალები კვლავ ანთებდა იმავე ცეცხლს. მან მითხრა, ჩვენ ახლოს ვართ. ახლოს იმისა, რისთვისაც ვიბრძოდით. რას გულისხმობდა ის? რა იყო ის, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ 2 წლის განმავლობაში? ჯანჯღავამ გამოიღო დოკუმენტები, წერილები, გეგმები, რუკები. მან თქვა, 1923 წელი იქნება ჩვენი წელი. ჩვენ მოვიპოვებთ საკმარის ძალას, საკმარის ადამიანებს, საკმარის იარაღს. და მაშინ ჩვენ ავდგებით. აჯანყება. ეს იყო სიტყვა, რომელსაც ყველა ელოდა, მაგრამ ყველა ეშინოდა. როგორ შეეძლო მათ აჯანყების ორგანიზება, როდესაც ჩეკა ყველგან იყო? 1923 წლის იანვარში ჯანჯღავა იწყებს ყველაზე საშიშ ეტაპს თავისი გეგმისა. ის იკრიბება თავის ყველა კავშირგაბმულთან, არაერთ ადგილას, არაერთდროულად. ისინი იკრიბებიან სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს. მაგრამ ყველას აქვს ერთი და იგივე დავალება. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ვარლამა გითხრა, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალები. ყოველი ჯგუფი უნდა იპოვოს ახალი ადამიანები, ახალი იარაღი, ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს 6 თვე მომზადებისთვის. 6 თვე. ეს იყო ვადა, რომელიც ჯანჯღავამ დაუდო თავის ორგანიზაციას. 6 თვე რომ მოემზადებინათ აჯანყებისთვის, რომელიც შეცვლიდა საქართველოს ისტორიას. მაგრამ რატომ სწორედ 6 თვე? რა იცოდა ჯანჯღავამ, რაც სხვებმა არ იცოდნენ? რა ელოდა მას ივლისში? თებერვალში იწყება ახალი ტალღა დაპატიმრებებისა. ჩეკა აპატიმრებს 30 ადამიანს თბილისში, 15-ს ქუთაისში, 10-ს ბათუმში. ეს არიან არა ჯანჯღავას ადამიანები, არამედ სხვა ფარული ჯგუფების წევრები. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ვიგეთ ამის შესახებ, ვიფიქრეთ, ჩვენ შემდეგები ვართ. მაგრამ ვარლამმა გითხრა, არა. ეს არის შესაძლებლობა. ჩეკა ფოკუსირებულია სხვა ჯგუფებზე. ისინი არ ეძებენ ჩვენ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. და ისინი გამოიყენეს. თებერვალში და მარტში ჯანჯღავას ორგანიზაცია ატარებს 10-ზე მეტ ოპერაციას, იპარავენ იარაღს, აგროვებენ ინფორმაციას, ქმნიან ახალ ჯგუფებს. ჩეკა არაფერს ამჩნევს. ისინი ძალიან დაკავებულები არიან სხვა მტრების დევნით. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? როდის მიხვდება ჩეკა, რომ რეალური საფრთხე არის სხვაგან? აპრილში ხდება რაღაც, რაც თითქმის ანგრევს ჯანჯღავას გეგმას. ერთ-ერთი მისი კავშირგაბმული, ნიკოლო მიძე, დააპატიმრებენ თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც იცის ბევრი, არა ყველაფერი, მაგრამ საკმარისად ბევრი, რომ დააზიანოს ორგანიზაცია. გიორგი ჩანტურია იხსენებს, როდესაც ვიგეთ ნიკოს დაპატიმრების შესახებ, ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ, ეს არის დასასრული. ნიკო იცოდა ბევრი სახელი, ბევრი ადგილი. თუ ის ილაპარაკებს, ჩვენ ყველანი დავიღუპებით. მაგრამ ნიკო არ ილაპარაკა. არა პირველ დღეს, არა მეორე დღეს. არა მესამე დღეს. ის იტანჯებოდა ჩეკას საპყრობილეში, მაგრამ არ ილაპარაკა. მეოთხე დღეს ის მოკვდა. ოფიციალური ვერსიით გულის შეტევა. მისი თანამებრძოლების ვერსიით წამება, რომელსაც ვერ გაუძლო. რა იყო ჭეშმარიტება? რატომ არ ილაპარაკა ნიკო, როდესაც ის შეეძლო გადაერჩინა საკუთარი სიცოცხლე? მაისში ჯანჯღავა იღებს ინფორმაციას, რომელიც ცვლის ყველაფერს. მისი კავშირგაბმული მოსკოვში, ადამიანი, რომელიც მუშაობს საბჭოთა აპარატში, აგზავნის შეტყობინებას, მოსკოვი გეგმავს დიდ ოპერაციას საქართველოში. ისინი აპირებენ გაანადგურონ ყველა ფარული ჯგუფი, დააპატიმრონ ყველა ეჭვმიტანილი. ოპერაცია დაიწყება აგვისტოში. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ვარლამმა გაიგო ეს, მან დაუყოვნებლივ შეიძახა ჩვენ ყველა. მან თქვა, ჩვენ აღარ გვაქვს 6 თვე. გვაქვს 3 თვე. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ყველაფერი. 3 თვე. 3 თვე, რომ მოემზადებინათ აჯანყებისთვის. რომელიც უნდა მომხდარიყო აგვისტომდე. ეს იყო შეუძლებელი ამოცანა. მაგრამ ჯანჯღავას არ ჰქონდა არჩევანი. ან ახლა, ან არასოდეს. როგორ შეეძლო მას ამის განხორციელება? ივნისში ჯანჯღავა იკრიბება თავის უახლოეს ადამიანებთან, არა 10-ს, არა 20-ს. 5 ადამიანს, რომლებსაც ის ენდობა უპირობოდ. ისინი იკრიბებიან იმავე სოფელში, სადაც ჯანჯღავა ცხოვრობს. გიორგი ჩანტურია, რომელიც არის ერთ-ერთი ამ 5-დან, იხსენებს, ვარლამა გამოიღო როკა საქართველოს და დაიწყო საუბარი.
მან თქვა, ჩვენ უნდა აღვდგეთ ერთდროულად ყველა ქალაქში. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში. ჩვენ უნდა დავიკავოთ მთავარი შენობები, გავაკონტროლოთ ქუჩები, გამოვაცხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს იყო გეგმა, რომელიც ჟღერდა როგორც ფანტაზია. როგორ შეეძლო რამდენიმე ასეულ ადამიანს შეიარაღებულს მხოლოდ თოფებით და ხელყუმბარებით. დაეპირისპირებინათ მთელი საბჭოთა არმია. მაგრამ ჯანჯღავას ჰქონდა პასუხი. მან თქვა, ჩვენ არ ვაპირებთ გრძელ ბრძოლას. ჩვენ უნდა დავიკავოთ ძირითადი პუნქტები, გამოვაცხადოთ აჯანყება და ველოდოთ. ველოდოთ რას? ველოდოთ, რომ ხალხი შემოგვიერთდება. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ ვიბრძვით, ისინიც აღდგებიან. ეს იყო ჯანჯღავას იმედი, რომ აჯანყება გახდებოდა ხალხური მოძრაობა. მაგრამ რამდენად რეალისტური იყო ეს იმედი? ივლისის დასაწყისში იწყება საბოლოო მომზადება. ჯანჯღავას ორგანიზაცია მუშაობს დღე-ღამე. ისინი აგროვებენ იარაღს, ამზადებენ ადამიანებს, გეგმავენ ოპერაციებს. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ჩვენი ერთადერთი შანსი. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახლა, ჩვენ აღარასოდეს მოვახერხებდით. ვარლამი მუშაობდა თითქმის წილის გარეშე. ის ხვდებოდა ადამიანებს, აძლევდა ინსტრუქციებს, ამოწმებდა გეგმებს. ის იყო ყველგან და არსად ერთდროულად. მაგრამ ჩეკა არ იძინებდა. ისინი იგრძნობდნენ, რომ რაღაც ემზადებოდა. ისინი ზრდიდნენ პატრულებს ქუჩებში, ზრდიდნენ დაპატიმრებებს, ზრდიდნენ წნეხს. დრო იწურებოდა. ჯანჯღავამ უნდა მიეღო გადაწყვეტილება, როდის? როდის უნდა დაწყებულიყო აჯანყება? ივლისის 15-ს ჯანჯღავა იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. აჯანყება დაიწყება აგვისტოს 1-ს. არა იმიტომ, რომ ისინი მზად არიან, ისინი არასოდეს იქნებიან სრულად მზად. არამედ იმიტომ, რომ ეს არის ბოლო შანსი. გიორგი ჩანტურია იხსენებს, როდესაც ვარლამა გვითხრა თარიღი, ჩვენ ყველამ გავჩუნდით. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დასაწყისი ბოლოს. ან ჩვენ გავიმარჯვებდით და საქართველო გახდებოდა თავისუფალი, ან ჩვენ დავიღუპებოდით. არ იყო შუალედური ვარიანტი. ჯანჯღავამ გააგზავნა შეტყობინებები ყველა ქალაქში, ყველა ჯგუფს. შეტყობინება იყო მარტივი, აგვისტოს 1-ს გამთენიისას ჩვენ ავდგებით. მოემზადეთ. რამდენმა ადამიანმა მიიღო ეს შეტყობინება? რამდენი იყო მზად იბრძოლოს? რამდენი იყო მზად მოკვდეს? ივლისის 20 ხდება რაღაც, რაც თითქმის ანგრევს მთელ გეგმას. ჩეკა აპატიმრებს ერთ-ერთ კავშირგაბმულს ქუთაისში. ეს ადამიანი იცის თარიღი, აგვისტოს 1. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ვიგეთ ამის შესახებ, ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ, ეს არის დასასრული. თუ ის ილაპარაკებს, ჩეკა იცოდება ყველაფერს. ისინი მოემზადებიან, გაძლიერდებიან და ჩვენ არ გვექნება არანაირი შანსი. ჯანჯღავა იღებს საშიშ გადაწყვეტილებას. ის ცვლის თარიღს. არა აგვისტოს 1-ს, არამედ ივლისის 25-ს. 5 დღით ადრე. 5 დღი რომ გაუსწროს ჩეკას, თუ დაპატიმრებული ადამიანი ილაპარაკებს. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ჩვენ მივიღეთ ახალი შეტყობინება ივლისის 21-ს. ის ამბობდა, აღარ არის აგვისტოს 1. ახლა არის ივლისის 25. მოემზადეთ. 4 დღე. მათ ჰქონდათ მხოლოდ 4 დღე საბოლოო მომზადებისთვის. როგორ შეეძლო მათ ამის გაკეთება? ივლისის 22-ს, 23-ს. 24-ს ეს არის 3 დღე ფრენეტული აქტივობისა. ჯანჯღავას ადამიანები მოძრაობენ ყველგან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში. ისინი ანაწილებენ იარაღს, ამოწმებენ გეგმებს, ამზადებენ ადამიანებს. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ეს იყო ქაოსი, მაგრამ ორგანიზებული ქაოსი. ყველამ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, სად უნდა წასულიყო, როდის უნდა მოქმედებულიყო. ვარლამი იყო ყველგან, ის აძლევდა ბოლო ინსტრუქციებს, ამხნევებდა ადამიანებს, ამოწმებდა დეტალებს. ივლისის 24-ს საღამოს ჯანჯღავა იკრიბება თავის უახლოეს ადამიანებთან ბოლო შეხვედრაზე. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ვარლამა გვითხრა, ხვალ ჩვენ შევცვლით საქართველოს ისტორიას. ან ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო გახდება თავისუფალი, ან ჩვენ დავიღუპებით, მაგრამ ჩვენი მსხვერპლი არ იქნება უაზრო. ხალხი გაიგებს, რომ შეიძლება ბრძოლა. შეიძლება წინააღმდეგობა.
ეს იყო ჯანჯღავას ბოლო სიტყვები მის ადამიანებთან აჯანყებამდე. რა იგრძნო ის იმ მომენტში? შიში. იმედი. გადაწყვეტილება. ივლისის 25 გამთენია. ჯანჯღავა დგება 5 საათზე. ის არის იმავე სოფელში, სადაც ცხოვრობდა ბოლო თვეების განმავლობაში. მასთან არიან 10 ადამიანი, მისი პირადი რაზმი. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც არის მათთან, იხსენებს, ვარლამი იყო მშვიდი იმ დილით. ის არ ამბობდა ბევრს, მხოლოდ ამოწმებდა იარაღს უყურებდა საათს. 6 საათზე ის თქვა დროა. ჩვენ გავედით სახლიდან და დავიწყეთ მოძრაობა თბილისისკენ. მაგრამ რა ხდებოდა იმ მომენტში სხვა ქალაქებში? ქუთაისში, ბათუმში, გორში. იწყებოდა თუ არა აჯანყება ყველგან ერთდროულად. გიორგი ჭანტურია, რომელიც იმ დროს იყო თბილისში, იხსენებს, ჩვენ შევიკრიბეთ 6 საათზე ძველ სახლში რუსთაველის გამზირთან ახლოს. ჩვენ ვიყავით 30 ადამიანი. შეიარაღებული თოფებით და ხელყუმბარებით. ჩვენი მიზანი იყო ჩეკას შენობა. ჩვენ უნდა დაგვეკავებინა ის და გაგვეთავისუფლებინა პატიმრები. ეს იყო ამბიციური გეგმა. ჩეკას შენობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი თბილისში. როგორ აპირებდნენ ისინი ამის გაკეთებას? 7 საათზე იწყება პირველი შეტაკება. არა თბილისში, არა ქუთაისში. ბათუმში. ჯანჯღავას ადამიანები თავს ესხმიან საბჭოთა საწყობს ბათუმის პორტთან ახლოს. ისინი იპარავენ იარაღს და ცდილობენ გაქცევას. მაგრამ საბჭოთა ჯარი სწრაფად რეაგირებს. იწყება ბრძოლა. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც მოგვიანებით იღებს ამ ინფორმაციას, იხსენებს, როდესაც ვიგეთ ბათუმის შესახებ, ჩვენ გავიგეთ, რომ აჯანყება დაიწყო. მაგრამ ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ ეს არ იყო ის, რასაც ველოდით. ბათუმში ჩვენმა ადამიანებმა ვერ შეძლეს საწყობის დაკავება. ისინი იძულებულნი გახდნენ უკან დახევა. ეს იყო პირველი ნიშანი, რომ გეგმა არ მუშაობდა ისე, როგორც ჯანჯღავა იმედოვნებდა. მაგრამ რა ხდებოდა თბილისში? 8 საათზე გიორგი ჭანტურიას ჯგუფი უახლოვდება ჩეკას შენობას თბილისში. ისინი იყენებენ საფარს, ისინი მოძრაობენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, არა როგორც შეიარაღებული ჯგუფი. მაგრამ როდესაც ისინი აღწევენ შენობას, ისინი ხედავენ რაღაცას, რაც არ უნდა ყოფილიყო. ჩეკას შენობის გარშემო არის ორმაგი რაოდენობის მცველები. გიორგი ჭანტურია იხსენებს, ჩვენ მივხვდით, რომ რაღაც არ იყო სწორი. ან ჩეკა მიცოდა ჩვენი გეგმის შესახებ, ან ისინი უბრალოდ გაძლიერდნენ უსაფრთხოების მიზეზებით. ჩვენ გვქონდა არჩევანი, თავს დავესხით მაინც, ან უკან დავხიოთ. ისინი გადაწყვეტენ თავდასხმას. ეს არის შეცდომა, რომელიც ღირს ძვირად. როდესაც ისინი იწყებენ სროლას, საბჭოთა მცველები პასუხობენ მძლავრი ცეცხლით. ბრძოლა გრძელდება 10 წუთს. ჯანჯღავას ადამიანები იძულებულნი არიან უკან დახევა. 5 მათგანი კვდება. 10 იჭრება. დანარჩენები გაქცევიან. აჯანყება თბილისში ჩაიშალა პირველივე საათში. რატომ? რა წავიდა არასწორად? 9 საათზე ჯანჯღავა აღწევს თბილისის გარეუბანს. მასთან არიან მისი 10 ადამიანი. ისინი იღებენ ინფორმაციას ბათუმიდან და თბილისიდან. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ვარლამმა გაიგო, რომ თბილისში აჯანყება ჩაიშალა, მისი სახე გაქვალდა. მან თქვა, ეს არ შეიძლება იყოს. ჩვენ გვქონდა გეგმა, გვქონდა ადამიანები, გვქონდა იარაღი. რა მოხდა? მან გააგზავნა ადამიანი ქალაქში, რომ გაეგო მეტი ინფორმაცია. ადამიანი დაბრუნდა 2 საათში. მან მოიტანა ამბავი, რომელიც ახსნიდა ყველაფერს. ქუთაისში დაპატიმრებული კავშირგაბმული ილაპარაკა. ის უთხრა ჩეკას ყველაფერი, თარიღი, ადგილები, გეგმები. ჩეკა მიცოდა აჯანყების შესახებ და მოემზადა. ისინი გაძლიერდნენ ყველა მნიშვნელოვან პუნქტში, გაზარდეს პატრულები, მოამზადეს ჯარი. ჯანჯღავას აჯანყება დამარცხდა მანამდე. სანამ დაიწყებოდა. რა იგრძნო ჯანჯღავამ იმ მომენტში? რა იფიქრა ის? 11 საათზე ჯანჯღავა იღებს ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაში. მან უნდა გაითვალისწინოს რეალობა, აჯანყება ჩაიშალა. მისი ორგანიზაცია დამარცხდა. მაგრამ ის კვლავ ცოცხალია, კვლავ თავისუფალია. მას შეუძლია გაიქცეს, შეუძლია დამალვა, შეუძლია ცდილობა თავიდან დაიწყოს.
ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამმა შეიძახა ჩვენ ყველა და თქვა, ჩვენ დავმარცხდით დღეს, მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა. ჩვენ უნდა გავიქცეთ, უნდა დავიმალოთ, უნდა მოვემზადოთ ახალი გეგმისთვის. მან თქვა, ჩვენ დაუბრუნდებით. მაგრამ სად შეეძლო მათ გაქცევა? ჩეკა ეძებდა მათ ყველგან. ყველა გზა იყო დაბლოკილი, ყველა გასასვლელი იყო კონტროლირებადი. ჯანჯღავამ გადაწყვიტა, ისინი დაბრუნდებიან მთებში. ხევსურეთში, სადაც ის იყო 2 წლის წინ. იქ ისინი იქნებიან უსაფრთხოდ, იქ ისინი შეძლებენ თავიდან დაწყებას. მაგრამ როგორ მიაღწევდნენ ისინი ხევსურეთს? როდესაც მთელი საბჭოთა არმია ეძებდა მათ, 12 საათზე ჯანჯღავას ჯგუფი იწყებს მოძრაობას ჩრდილოეთისკენ. ისინი მოძრაობენ არა გზებზე, არამედ ველებზე, ტყეებში, მთების ფერდობებზე. გიორგი ჩანტურია, რომელიც უერთდება მათ მოგვიანებით, იხსენებს, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ჩვენი ერთადერთი შანსი. თუ ჩვენ მივაღწევდით ხევსურეთს, ჩვენ შეგვეძლო გადარჩენა. მაგრამ გზა იყო გრძელი და საშიში. ჩვენ უნდა გავლილიყავით ასობით კილომეტრი, გვეპარა საბჭოთა პატრულები, გვეპარა ინფორმატორები. პირველ ღამეს ისინი გადიან 30 კილომეტრს. ისინი იძინებენ ტყეში, ცივ მიწაზე, იარაღი ხელში. მეორე დღეს ისინი აგრძელებენ მოძრაობას. მესამე დღეს ისინი ხედავენ პირველ საბჭოთა პატრულს. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ დავიმალეთ ბუჩქებში და ველოდით. პატრული გაიარა 10 მეტრში ჩვენგან. თუ ისინი გვნახავდნენ, ეს იქნებოდა დასასრული. მაგრამ ისინი არ დაინახეს. ჯანჯღავას ჯგუფი გააგრძელა მოძრაობა. რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მათი იღბალი? ივლისის 28-ს ჯანჯღავას ჯგუფი აღწევს მთებს. ისინი არიან უკვე 100 კილომეტრით დაშორებული თბილისიდან. მაგრამ ისინი კვლავ არ არიან უსაფრთხოდ. საბჭოთა ჯარი ეძებს მათ ყველგან. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩეკამ გააგზავნა სპეციალური რაზმები ჩვენი დასაჭერად. ისინი იყვნენ გამოცდილი მეომრები, რომლებიც იცოდნენ, როგორ ეძებათ ადამიანები მთებში. ჩვენ უნდა ყოფილიყავით კიდევ უფრო ფრთხილები. ივლისის 29-ს ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. ჯანჯღავას ჯგუფი ხვდება ადგილობრივ მწყემს. ეს ადამიანი იცნობს ჯანჯღავას, იცის მის ისტორიას. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, წყემს მაგვითხრა, თქვენ ვერ მიაღწევთ ხევსურეთს. საბჭოთა ჯარი აკონტროლებს ყველა გზას, ყველა გასასვლელს. ისინი ელოდებიან თქვენ. მან გვითხრა, არსებობს სხვა გზა, ძველი გზა, რომელსაც არავინ იყენებს. მაგრამ ის არის საშიში, ძალიან საშიში. ჯანჯღავამ გადაწყვიტა, ისინი წავლენ ამ ძველი გზით. მათ არ ჰქონდათ არჩევანი. რა იყო ეს ძველი გზა? რატომ იყო ის ასე საშიში? ივლისის 30-ს ჯანჯღავას ჯგუფი იწყებს მოძრაობას ძველი გზით. ეს არის ვიწრო ბილიკი მთის ფერდობზე, რომელიც მიდის ჩრდილოეთისკენ. გიორგი ჩანტურია იხსენებს, ეს გზა იყო საშინელი. ის იყო ვიწრო, ციცაბო, საშიში. ერთი არასწორი ნაბიჯი და შენ ჩავარდებოდი ქვემოთ 100 მეტრის სიღრმეში. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა. ისინი მოძრაობენ მთელი დღის განმავლობაში. საღამოს ისინი აღწევენ პატარა პლატოს, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამი იჯდა კლდეზე და უყურებდა ჩრდილოეთს. მე მივუახლოვდი მას და ვკითხე, რას ფიქრობ? მან თქვა, ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავრჩით. ვფიქრობ, რომ ჩვენ დაუბრუნდებით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ დღეს იქნება თავისუფალი. ეს იყო ჯანჯღავას რწმენა, მისი იმედი. მაგრამ რამდენად რეალისტური იყო ეს იმედი? რამდენად შორს იყო ის რეალობისგან? ივლისის 35-ს გამთენიისას ჯანჯღავას ჯგუფი აღმოაჩენს, რომ ისინი არ არიან მარტო. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ გავიღვიძეთ სროლის ხმაზე. არა ახლოს, არამედ საკმარისად ახლოს, რომ გაგვეშინებინა. ვარლამი დაუყოვნებლივ ამოდგა და თქვა, ისინი აქ არიან. საბჭოთა რაზმი იპოვა ჩვენი კვალი. როგორ იპოვა მათ საბჭოთა ჯარმა, როდესაც ისინი იყენებდნენ ძველ, დავიწყებულ გზას? გიორგი ჩანტურია მოგვიანებით გაიგებს პასუხი, ადგილობრივი მწყემსი, რომელმაც გვიჩვენა გზა, იყო ინფორმატორი. მან მიაწოდა ინფორმაცია ჩეკას იმავე საღამოს. ჩვენ ვიყავით ღალატის მსხვერპლნი კიდევ ერთხელ.
ჯანჯღავას ჯგუფი იძულებულია გაიქცეს. ისინი ტოვებენ თავიანთ ბანაკს, ტოვებენ საკვებს. ტოვებენ ყველაფერს. მათ აქვთ მხოლოდ იარაღი და ერთმანეთი. ისინი მოძრაობენ უფრო ღრმად მთებში, უფრო მაღლა, სადაც ჰაერით ხელია და ტემპერატურა ეცემა ღამით. რამდენ ხანს შეძლებენ ისინი გაძლებას ამ პირობებში? აგვისტოს 1 თარიღი, რომელიც თავდაპირველად უნდა ყოფილიყო აჯანყების დღე, ჯანჯღავას ჯგუფი იმყოფება მთების უღრან ნაწილში. ისინი არიან 10 ადამიანი, გამოფიტული, დაღლილი, მაგრამ კვლავ ცოცხალი. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ვარლამა შეგვიკრიბა ყველა იმ დილით. მან თქვა, დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენი დღე. დღეს საქართველო უნდა აღმდგარიყო. მაგრამ ჩვენ დავმარცხდით. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით სუსტები, არამედ იმიტომ, რომ მტერი იყო ძლიერი. მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა. ჩვენ გავაგრძელებთ. ეს იყო ჯანჯღავას სიტყვები, მაგრამ მისი თვალები ამბობდა სხვას. გიორგი ჭანტურია, რომელიც იყო იქ, იხსენებს, მე ვნახე ვარლამის თვალებში რაღაც, რაც არასოდეს მინახავს მანამდე. ეს იყო ეჩვი. არა შიში, არა სასოწარკვეთა. არამედ ეჩვი. ეჩვი იმაში, რომ ჩვენ შეგვეძლო გამარჯვება. რა ხდებოდა ჯანჯღავას გონებაში იმ მომენტში? რა ფიქრები აწამებდა მას? აგვისტოს მე-5-ს ხდება რაღაც, რაც ანგრევს ჯანჯღავას ბოლო იმედს. მათ მიაღწევთ ინფორმაცია თბილისიდან, ჩეკამ დააპატიმრა თითქმის ყველა წევრი მისი ორგანიზაციისა. 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის გიორგი ჭანტურია, რომელიც დარჩა ქალაქში. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ვარლამმა გაიგო ეს, ის ჩუმად იჯდა მთელი საათის განმავლობაში. ის არაფერს არ ამბობდა, არაფერს არ აკეთებდა. მხოლოდ იჯდა და უყურებდა ჰორიზონტს. მერე მან თქვა, ჩვენი ორგანიზაცია აღარ არსებობს. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. აგვისტოს მე-6-ს მათ მიაღწევთ კიდევ ერთი ინფორმაცია, ჩეკამ დააპატიმრა ჯანჯღავას ცოლი ანა. მას ადანაშაულებენ დახმარებაში კონტრრევოლუციონერებისთვის. გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გაიგებს ამის შესახებ საპყრობილეში. იხსენებს, ანა არაფერს არ იცოდა ვარლამის გეგმების შესახებ. ის იყო უდანაშაულო. მაგრამ ჩეკას არ აინტერესებდა ეს. ისინი აპატიმრებდნენ ყველას, ვინც იყო დაკავშირებული ჯანჯღავასთან. როგორ იგრძნო ჯანჯღავამ, როდესაც გაიგო, რომ მისი ცოლი დააპატიმრეს მისი ქმედებების გამო. აგვისტოს მე-10-ს ჯანჯღავას ჯგუფი იძულებულია გადაწყვიტოს, რა გააკეთონ შემდეგ. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ ვიყავით 10 ადამიანი მთებში, გარეშე საკვების, გარეშე მხარდაჭერის, გარეშე იმედის. ვარლამმა შეგვიკრიბა და თქვა, ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი. პირველი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ გაქცევა, შევეცადოთ მივაღწიოთ საზღვარს, გავიდეთ საქართველოდან. მეორე, ჩვენ შეგვიძლია დაუბრუნდეთ და ვიბრძოლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის თვითმკვლელობა. რა არჩია ჯანჯღავამ? რა არჩევდით თქვენ მის ადგილას? ჯანჯღავამ არჩია მეორე ვარიანტი. მან თქვა, მე არ შემიძლია გავიქცე. მე არ შემიძლია დავტოვო საქართველო. მე არ შემიძლია დავტოვო ჩემი ადამიანები, რომლებიც ახლა საპყრობილეში არიან. მე უნდა დაუბრუნდე და ვიბრძოლო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა მის ბედს. აგვისტოს 15-ს ჯანჯღავას ჯგუფი იწყებს მოძრაობას უკან თბილისისკენ. არა იმიტომ, რომ მათ აქვთ გეგმა, არა იმიტომ, რომ მათ აქვთ იმედი. არამედ იმიტომ, რომ ჯანჯღავა არ შეიძლება სხვაგვარად. გიორგი ჭანტურია, რომელიც იმ დროს არის ჩეკას საპყრობილეში, მოგვიანებით იხსენებს, ჩვენ ვიცოდით, რომ ვარლამი არ გაიქცევდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის დაბრუნდებოდა. ეს იყო მისი ხასიათი, ის არასოდეს არ ტოვებდა თავის ადამიანებს. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ჩვენ ბრუნდებოდით თბილისისკენ, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო ერთმხრივი მოგზაურობა. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენ არ გადავრჩებოდით. მაგრამ ჩვენ მივყვებოდით ვარლამს, რადგან ის იყო ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა. რა აიძულებდა ამ ადამიანებს, რომ მიხოლოდნენ ჯანჯღავას სიკვდილისკენ? რა იყო ის, რაც აკავშირებდა მათ? აგვისტოს 20-ს ჯანჯღავას ჯგუფი აღწევს თბილისის გარეუბანს. ისინი არიან ახლა მხოლოდ 8 ადამიანი, 2 დაიღუპა გზაში, 1 დაჭრილი და დატოვეს სოფელში. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ შევედით ქალაქში ღამით, როგორც ჩრდილები. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩეკა ეძებდა ჩვენ ყველგან.
მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით ქალაქი, ვიცოდით ფარული გზები, ვიცოდით სად შეგვეძლო დამალვა. ჯანჯღავას მიზანი იყო მარტივი და შეუძლებელი ერთდროულად ის აპირებდა გაათავისუფლოს თავისი ადამიანები ჩეკას საპყრობილიდან. გიორგი ჯანტურია, რომელიც იყო იქ, იხსენებს, ჩვენ გავიგეთ, რომ რაღაც ხდებოდა გარეთ. მცველები ნერვიულობდნენ, პატრულები გაძლიერდა. ჩვენ არ ვიცოდით რა, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ვარლამი ახლოს იყო. როგორ აპირებდა ჯანჯღავა გაათავისუფლოს 200-ზე მეტი ადამიანი ყველაზე დაცული შენობიდან თბილისში? აგვისტოს 22-ს ღამის 2 საათზე ხდება რაღაც, რაც არავინ არ ელოდა. ჯანჯღავას ჯგუფი თავს ესხმის ჩეკას საპყრობილეს. არა მთავარ შესასვლელს, არა ფრონტალურად. ისინი იყენებენ ძველ კანალიზაციის სისტემას, რომელიც მიდის შენობის ქვეშ. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ეს იყო ვარლამის გენიალურობა. ის იცოდა ამ ძველი სისტემის შესახებ, რადგან ის მუშაობდა იქ ახალგაზრდობაში, როდესაც შენობა აშენდა. ჩვენ შევედით კანალიზაციაში და ვიძარით 9 საათის განმავლობაში. ეს იყო საშინელი, სიბნელე, სიცივეს სუნი. მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ. ისინი აღწევენ შენობის სარდაფს. გიორგი ჯანტურია, რომელიც იმ დროს არის მესამე სართულზე, იხსენებს, ჩვენ გავიგეთ აფეთქება ქვემოთ. მერე სროლა. მერე ყვირილი. ჩვენ ყველამ მივხვდით, ვარლამი აქ იყო. რა ხდებოდა იმ მომენტში სარდაფში? ჯანჯღავას ჯგუფი აფეთქებს კარს, რომელიც მიდის სარდაფიდან პირველ სართულზე. ისინი შედიან შენობაში და იწყებენ ბრძოლას. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ეს იყო ქაოსი. ჩვენ ვსროდით, ისინი სროდნენ. ადამიანები ყვიროდნენ, გარბოდნენ, იბრძოდნენ. ვარლამი იყო წინ, ის ხელმძღვანელობდა, ჩვენ ის ყვიროდა, წინ არ გაჩერდეთ. მაგრამ ისინი იყვნენ 8 ადამიანი წინააღმდეგ ასობით ჩეკისტის. როგორ შეეძლო მათ გამარჯვება? გიორგი ჯანტურია იხსენებს, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ვარლამი შენობაში იყო, ჩვენ ყველამ დავიწყეთ ყვირილი. ჩვენ ყვიროდით მის სახელს, ჩვენ ყვიროდით თავისუფლებას. ეს იყო მომენტი, როდესაც ჩვენ ყველამ ვიგრძენით იმედი. მაგრამ ეს იმედი იყო მოკლე. ბრძოლა გრძელდება 15 წუთი. ჯანჯღავას ჯგუფი ახერხებს მიაღწიოს მეორე სართულს, სადაც არიან ზოგიერთი პატიმრები. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ჩვენ გავხსენით რამდენიმე საკანი. გავათავისუფლეთ 30-მდე ადამიანი. მაგრამ მერე მოვიდა გაძლიერება, ასობით ჯარისკაცი გარედან. ჩვენ ვიყავით გარშემორტყმულები. ჯანჯღავა მიცოდა, რომ ეს იყო დასასრული. მან უთხრა თავის ადამიანებს, გაიქეცით. გაათავისუფლეთ პატიმრები და გაიქეცით. მე დავრჩები და დავაყოვნებ მათ. გიორგი ჯანტურია, რომელიც იყო ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმრი, იხსენებს, ჩვენ ვცადეთ გაქცევა, მაგრამ ყველა გასასვლელი იყო დაბლოკილი. ჩვენ ვიყავით ხაფანგში. რა მოხდა შემდეგ? როგორ დამთავრდა ეს საშინელი ღამე? აგვისტოს 23-ს გამთენიისას ბრძოლა მთავრდება. ჯანჯღავას ჯგუფიდან 6 ადამიანი კვდება, 2 დააპატიმრებენ. ჯანჯღავა თავად იჭრება, მაგრამ კვლავ ცოცხალია. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც არის ერთ-ერთი დაპატიმრებული, იხსენებს, როდესაც ჩეკისტები შემოვიდნენ ოთახში, სადაც ჩვენ ვიყავით, ვარლამი იჯდა კედელთან, ხელი მკერდზე ეჭირა. სისხლი გადმოსდიოდა. მაგრამ ის კვლავ ეჭირა თოფი. ის უყურებდა მათ და არაფერს არ ამბობდა. ჩეკისტები აპატიმრებენ ჯანჯღავას და მიჰყავთ საპყრობილეში. გიორგი ჯანტურია იხსენებს, როდესაც ჩვენ ვნახეთ ვარლამი საპყრობილეში, ჩვენ ყველამ ვიგრძენით ტკივილი. ის იყო დაჭრილი, დაღლილი, დამარცხებული. მაგრამ მისი თვალები კვლავ ანთებდა იმავე ცეცხლს. რა ელოდა ჯანჯღავას ახლა? რა იყო მისი ბედი? აგვისტოს 25-ს იწყება დაკითხვა. ჩეკა სურს იცოდეს ყველაფერი, ვინ იყო ჯანჯღავას თანამშრომლები, სად იყო მისი იარაღი, რა იყო მისი გეგმები. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, ისინი აწამებდნენ ვარლამს დღე-დღამე. მაგრამ ის არაფერს არ ამბობდა. არც ერთ სახელს, არც ერთ ადგილს, არც ერთ გეგმას. ის იტანჯებოდა, მაგრამ არ ილაპარაკა. გიორგი ჯანტურია, რომელიც იყო მეზობელ საკანში, იხსენებს, ჩვენ ვიგონებდით ვარლამის ყვირილს ღამით. ეს იყო საშინელი. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ ის არ ღალატობდა ჩვენ. ის იცავდა ჩვენ თავის სიკვდილამდე. რატომ არ ილაპარაკა ჯანჯღავა?
რა აიძულებდა მას, რომ შეენარჩუნებინა სიჩუმე წამების დროსაც კი. სექტემბრის 1-ს ჩეკა იღებს გადაწყვეტილებას. ჯანჯღავა უნდა დახვრიტონ. არა საჯაროდ, არა სასამართლოს შემდეგ. უბრალოდ დახვრიტონ როგორც კონტრრევოლუციონერის და მტერი ხალხისა. ალექსანდრე ორბელიანი იხსენებს, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, ჩვენ ყველამ ვიგრძენით სასოწარკვეთა. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული. ვარლამი მოკვდებოდა და ჩვენთან ერთად მოკვდებოდა ბოლო იმედი საქართველოს თავისუფლებისთვის. გიორგი ჭანტურია იხსენებს, მე ვცადე და ვეწერე წერილი ვარლამისთვის, მაგრამ მცველებმა არ მიბარეს. მე მინდოდა მეთქვა მისთვის, შენ იყავი ჩვენი გმირი, შენ იყავი ჩვენი ლიდერი, შენ იყავი ჩვენი იმედი. მაგრამ მე ვერასოდეს მივაწოდე ეს წერილი. რა იფიქრა ჯანჯღავამ თავის ბოლო დღეებში? რა იყო მისი ბოლო ფიქრები? სექტემბრის მეხუთეს გამთენიისას. ჯანჯღავას მიჰყავთ ეზოში. ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც უყურებს ფანჯრიდან იხსენებს, ვარლამი გამოვიდა ნელა, მაგრამ ღირსეულად. ის იყო დაჭრილი, სუსტი, მაგრამ ის არ აჩვენებდა შიშს. ის უყურებდა ჩეკისტებს და არაფერს არ ამბობდა. გიორგი ჭანტურია იხსენებს, ჩვენ ყველამ დავიწყეთ ყვირილი მისი სახელის. ჩვენ ყვიროდით, ვარლამ, ვარლამ, ვარლამ. ჩვენ მინდოდა, რომ ის იცოდა, რომ ჩვენ არ დაგვივიწყებია ის, რომ ჩვენ ვიყავით მასთან ბოლომდე. ჯანჯღავა გაჩერდა ერთი მომენტით და შეხედა ფანჯრებს, სადაც იყვნენ მისი თანამებრძოლები. მან აიღო ხელი და მოიწონა. ეს იყო მისი ბოლო ჟესტი, მისი ბოლო მისალმება. მერე მას დააყენეს კედელთან და დახვრიტეს. ვარლამ ჯანჯღავა მოკვდა 35 წლის ასაკში, ბრძოლაში, რომელიც ის იცოდა, რომ ვერ მოიგებდა. რატომ? რატომ არჩია მან ეს გზა? ჯანჯღავას სიკვდილის შემდეგ ჩეკა აგრძელებს რეპრესიებს. ისინი აპატიმრებენ ყველას. ვინც იყო დაკავშირებული მასთან. ალექსანდრე ორბელიანი დახვრიტეს სექტემბრის 1-ს. გიორგი ჭანტურია მიიღო 30 წლის ლაგერი სიბირში, სადაც ის მოკვდა 1927 წელს. ჯანჯღავას ცოლი ანა გაათავისუფლეს 1925 წელს, მაგრამ ის არასოდეს აღარ ილაპარაკა თავისი ქმრის შესახებ. ის ცხოვრობდა მარტო, ჩუმად, სანამ არ მოკვდა 1950 წელს. ჯანჯღავას ორგანიზაცია განადგურდა სრულად. მისი ადამიანები 200-ზე მეტი ან დახვრიტეს, ან გაგზავნეს ლაგერებში. მისი გეგმები, მისი ოცნებები, მისი იმედები, ყველაფერი დამარცხდა. მაგრამ რაღაც დარჩა. დარჩა მეხსიერება ადამიანის შესახებ, რომელიც იბრძოდა ბოლომდე, რომელიც არასოდეს არ დანებდა, რომელიც სჯეროდა საქართველოს თავისუფლებისა. დღეს, 100 წლის შემდეგ, ჩვენ ვიცით ჯანჯღავას ისტორია. ჩვენ ვიცით მისი ბრძოლა, მისი მსხვერპლი, მისი სიკვდილი. მაგრამ რამდენს ვიცით ნამდვილად? რამდენი დოკუმენტი განადგურდა ჩეკას მიერ? რამდენი მოწმე მოკვდა, ვერ მოყოლა თავისი ისტორია? რამდენი საიდუმლო დარჩა დაკრძალული საბჭოთა არქივებში? ჯანჯღავას ისტორია არის ისტორია ბრძოლისა, რომელიც დამარცხდა. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია ადამიანების შესახებ, რომლებიც არ შეშინდნენ, რომლებიც არ დანებდნენ, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რაც სჯეროდათ. ეს არის ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რომელიც უნდა გვიამბოს, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. რადგან თუ ჩვენ დავივიწყებთ ჯანჯღავას, ჩვენ დავივიწყებთ ნაწილს ჩვენი ისტორიისა, ნაწილს ჩვენი იდენტობისა, ნაწილს ჩვენი სულისა. და ეს არის რაღაც, რაც ჩვენ არასოდეს არ უნდა დაუშვათ.